გამარჯობა. დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით ისეთ რამეებზე, რაც შეიძლება ყოველდღიურად გავაკეთოთ. თუმცა ზოგიერთ გარემოებაში ეს ყოველდღიური საქციელები ძალიან მკაცრად დაჯის საბაბი შეიძლება გახდეს. ყალბის სახელი ინტერნეტში. როდესაც თქვენ ავსებთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმას და შეგყავთ ყალბის სახელი, დიდი ალბათობით სულაც არ ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენ ჩადიხართ რაიმე დანაშაულს. თუმცა ყალბის სახელით დარეგისტრირებისთვის შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში დაგაკავონ ან ბრალით წაგიყენონ ჰაკერობის ბრალდებით. ჰაკერობა რა შუაშია? კომპიუტერი მცდარ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფოს მაშინ, როდესაც თქვენ ნამდვილ სახელს არ იყენებთ. ამ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თქვენ იღებთ აღნიშნულ საიტიდან წვდომას. მფლობელის ნებართვის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ თავს იმ ადამიანად ასაღებთ, რომელიც სინამდვილეში არ ხართ და ამ გზით ცდილობთ საიტზე შესვლის უფლების მოპოვებას. ამ ჰაკერული ქმედებისთვის ზოგიერთ ადგილზე შესაძლებელია დაგაკავონ 5-დან 20 წლამდე ვადით. ასე რომ თუ Facebook-ზე დაიწერთ გაუქმებულიას ჰაკერობის ბრალდება არ აქცდებათ. Wi-Fi. წარმოიდგინეთ იმყოფებით გარეთ. საჯარო თავშეყრის ადგილას და სასწრაფოდ დაგჭირდათ ინტერნეტი. დიდი ალბათობით თქვენ მაშინვე იღებთ მობილურს და ცდილობთ ისეთი Wi-Fi-ის დაჭერას, რომელიც თქვენ ადგილსამყოფელთან ახლოსაა და რომელსაც პაროლი არ ადევს. შეიძლება ადევს კიდეც. თუმცა არ ნებდებით და რაიმე მარტივ კომბინაციას ცდით. თუ გამოიცანით, ეს თქვენს თვითშეფასებას აუცილებლად ზრდის და სიამაყით გავსებთ, თითქოს რაიმე გრანდიოზული ჩაიდინეთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსგავსი ქმედება არალეგალურია, რადგან თქვენ Wi-Fi-ის მფლობელის ნებართვის გარეშე ცდილობთ სხვისი კავშირების გამოყენებას. თქვენ იყენებთ უფასოდ სხვის Wi-Fi-ის მაშინ, როდესაც მესაკუთრე ამაში გარკვეულ თანხას იხდის. რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატებში $400 დააჯარიმეს კაცი, რომელიც რეგულარულად აჩერებდა მანქანას ერთი და იგივე კაფესთან, რათა დაეჭირა ამ უკანასკნელის Wi-Fi და უფასოდ განეხორციელებინა ოპერაციები ინტერნეტის საშუალებით. საჯარო Wi-Fi-ის მარეგულირებელი ნორმები შედარებით შემწყნარებელი ხდება, თუმცა ბევრი იურისტის აზრით, ზოგიერთი მათგანი მაინც ბუნდოვანია და ასეთი ხალხი დანდობას არ ემსახურებს. დანაგვიანება. ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში თანდათან ვაცნობიერებთ, რომ ნაგვის დაყრა ყოვლად უვარგისი საქციელია. ასეთი ტენდენცია ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა რამდენიმე წლის წინ ქუჩაში ნაგვის დაგდება ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახლდათ. ახლა მოგიყვებით ისეთ ადგილებზე, სადაც ნაგვის დაყრა სასტიკად მკაცრად ისჯება. ჩრდილოეთ ამერიკის ბევრ ქალაქში დანაგვიანება კრიმინალური დანაშაულია. მაგალითად, კალიფორნიაში დანაგვიანების პირველი შემთხვევა სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას $100 ოდენობით და დამატებით 8 საათის განმავლობაში გზის ნაპირის დასუფთავებას. ვაშინგტონის შტატში ანთებული სიგარეტის ქუჩაში დაგდება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში შედის, რომელიც საშელად ითვალისწინებს ჯარიმას $2500 ზემოთ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ნაგვის წყალსა და გზატკეცილზე დაყრა A კლასის A მისდინმინორის დანაშაულად განიხილება და დამნაშავე საშელის სახედ უფარდებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას მაქსიმუმ $6250 ოდენობით. დანიძლავება. დანიძლავება ძალიან მარტივი რამეა და მეგობრების წრეში კარგი გასართობიც არის ხოლმე, მაგრამ ზოგ ადგილებში ეს სასტიკად იკრძალება. მაგალითად, თუ $2000-ზე მეტი თანხით დანიძლავება 5 ან მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ხდება, ეს არალეგალურია. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს კრიმინალური ქმედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც საშელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წელზე მეტი ვადით. 2005 წელს მოხდა ძალიან უჩვეულო შემთხვევა. სან-კულოსი დაენიძლავა ზემოთ ხსენებულ თანხის რაოდენობაზე მეგობრებს ვირჯინიის ტბაში. ამ შემთხვევას თვალს ადევნებდა პოლიციელი, რომელიც იმ მომენტში უბრალოდ მოქალაქის ფორმაში იყო გამოწყობილი. მომდევნო დღეს პოლიციელთა მთელი გუნდი შეიჭრა შემთხვევის ადგილას და უცაბედად გაუხსნა ცეცხლი ამ ადამიანს, რომელიც მალევე გარდაიცვალა. წყევლა ქართველებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. ალბათ გსმენიათ ისეთი წინადადებების წყობა, რომელიც დღესაც კი ახმობს. ზოგ ადგილებში წყევლა პირდაპირ კანონმდებლივად იკრძალება. ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ შტატში უამრავი ადამიანი დაუპატიმრებიათ საჯარო თავშეყრის ადგილებში წყევლის გამო. ვირჯინიის მსგავს შტატებში გინება ან უხამსი სიტყვების ხმარება საზოგადოებრივ ადგილებში A კლასის A მისდინმინორს წარმოადგენს.
მაგალითად 2010 წელს მილოუკელი მამაკაცი დააჯარიმეს $500. მას შემდეგ რაც პოლიციელმა შემთხვევით ყური მოჰკრა, თუ როგორ ილანძღებოდა და იწყებლებოდა საუბრისას ავტობუსის უკანა სკამზე მჯდომი. ცხადია უწმაწური სიტყვები და გინება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ღვევს სიმშვიდეს. ლახავს იმ ადამიანის უფლებებს, რომელთაც არ სურთ თქვენი ლანძღვის ან წყევლის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენში რაღაც შამანური ან ვარლოკური ბუდობს. პაროლების გაზიარება. რაიმის პაროლის მაგალითად მეგობრისთვის თქმა ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ შეიძლება კი ეს დანაშაულად ჩაითვალოს. ხშირად ეუბნებიან ადამიანები თავიანთ მეგობრებს Netflix-ისა და Steam-ის პაროლს. ამათ გარდა ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე, სადაც რაიმეს ვყიდულობთ ჩვენს აკაუნტზე, პაროლის თქმა არ შეიძლება. ერთი შეხედვით ახლობელ ადამიანს ამით ვეხმარებით, თუმცა ეს ასე მარტივად არაა, რადგან ჩვენ ფაქტობრივად ვატყუებთ სისტემას და ვაჯერებთ, რომ თანხას მხოლოდ ერთი აკაუნტიდან ვიხდით და ხელს უწყობთ მომხმარებლების რაოდენობის ზრდას. ასეთი პლატფორმების პაროლის ოჯახის წევრებისთვის გაზიარება შეიძლება გვეპატიოს, მაგრამ მოერიდეთ მის საჯაროდ გახმაურებას, თორემ ეჭვს გამოიწვევთ. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ ისეთი გზების პოვნა, რომლითაც შეიძლება შეაჩეროს ხალხის მსგავსი ქმედებები. თუ ერთ აკაუნტზე ბევრი ადამიანი ეცდება შესვლას, სისტემა ამის ნებას აღარ მისცემს. ეს შემთხვევა არა კეთილ საქმეთ და მზრუნველობად, არამედ ქურდობად განიხილება. eBay ონლაინ საიტია, რომელიც გეხმარებათ გამოიმუშაოთ ფული თქვენთვის გამოუსადეგარი ნივთებისგან ან გამოსადეგიდან. თუ თქვენ დაწყებული საქმე კარგად წაგივიდათ, მარტივად შეგიძლიათ eBay-ის დახმარებით ნაყოფიერი ბიზნესის წარმოება. ბიზნეს გარიგება თქვენსა და მყიდველს შორის ხორციელდება, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ eBay-ზე ვაჭრობა ამერიკაში იბეგრება, ასევე YouTube-ზე გამომუშავებული თანხიდანაც აუცილებელია პროცენტის გადახდა, როგორც ჩვეულებრივი ხელფასიდან. თუმცა ეს კანონი მკაცრად არ არის დაცული, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ eBay-ის საშუალებით რაღაცეების გაყიდვა რეალურ შემოსავალთან არ ასოცირდება. თუ თქვენც იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც ასეთი რამეებით არის დაკავებული, გაფრთხილებთ, ნუ გაგიკვირდება თუ გადასახადების ამკრეფი კარზე მოგადგებათ. ჯობია ეს ყოველივე აფიშირების გარეშე გააკეთოთ, თუმცა ეს მხოლოდ ამერიკაში. უბრალოდ წერა. თუ თქვენ ისეთ რამეს წერთ, რაც სხვისთვის შემაშფოთებელია, ამერიკის ზოგიერთ შტატში სავსებით შესაძლებელია დაჯარიმდეთ, ან უარეს შემთხვევაში პასუხისმგებლობაში მიეცეთ. ეს კანონი იმ ნორმებს მიეკუთვნება, რომლის დარღვევაც ძალიან მარტივია, თუმცა რთულია იმის განსაზღვრა, რა ჩანაფიქრი ჰქონდა ადამიანს წერის მომენტში. მისი მიზანი იყო თუ არა სხვისი მორალური განადგურება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა ოკლაჰომას საშუალო სკოლაში, სადაც ერთ-ერთი მოსწავლე ეჭვმიტანილი იქნა და დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მასწავლებელმა აღმოაჩინა მის მიერ დაწერილი ნაღვლიანი ისტორია. პერმანენტული მარკერი. ისევ ამერიკის შეერთებული შტატები. აქ თუ პოლიციელებმა თქვენი ჩანთის შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს პერმანენტული მარკერი, მათ თქვენი განყოფილებაში წაყვანის სრული უფლებამოსილება გააჩნიათ. ანტიგრაფიტის კანონების მიხედვით არალეგალურია ისეთი მარკერების ტარება, რომელთა წაშლაც შეუძლებელია. ასევე დანაშაულად მიიჩნევა პერმანენტული მარკერების ყიდვა 18 წლამდე მოზარდებისთვის, რადგან ამ ასაკის ბავშვმა სავსებით შესაძლებელია მარკერი ვანდალიზმისთვის გამოიყენოს. ეს კანონები ძალაშია ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ შტატში, ნიუ-იორკიდან დაწყებული კალიფორნიამდე დამთავრებული. ამგვარი კანონები ლოგიკასთან მაინც და მაინც ვერ მეგობრობენ, რადგან თუ ადამიანმა ვანდალიზმის ჩადენა გადაწყვიტა, არ ამგონია მარკერი იყოს ის, რითიც შეიარაღებას გადაწყვეტს. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ქალბატონმა Google-მა შეიძლება მოწონებული ვიდეოების არ გამოწერა აკრძალოს.